COVID-ის ხანა შეიძლება იყოს და YouTube სოციალური ქსელი გადავავლეთ თავს, ხშირად ხდება სხვადასხვა ადამიანების პოდკასტები და ეს საუბრები. თუმცა აი ამ საუბრებში ძალიან ხშირად შევხვდებით შეურაცხყოფ სიზღვის ენის შემცველ, სიძულვილის ენის შემცველ ტექსტებს, მათ შორის სასულიერო პირები იქნებიან ცნობილი ადამიანები, გარემო ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელთან მიმართებით. რამდენად უნდა დაუპირისპირდეს აი ამ გამოწვევას თქვენს და რამდენად სრულია, როდესაც ასეთი რაღაც საზოგადოების ფართო ფენებში ასე თქვა ჩნდება თუნდაც პოდკასტებში. დავა კონკრეტულად შეიძლება ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერდა შეურაცხყოფელი ფრაზები, მოგვიანებით აქტივისტ პროვინციას გააჟღერა თქვა რომ ეს იყო ჰიპოთეტურად ნათქვამი და აი ამ წელშიც რა განვიხილოთ. იცით რა, ზოგადად ჩვენ თუ დავაკვირდებით ტენდენცია როგორი იყო ხო წლების წინ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა, იგივე თუნდაც რევოლუციების მოწყობა, ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა, ძალადობრივი ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება, ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული და ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში წლების განმავლობაში. და ის, რასაც ხედავთ დღეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება შენ ვიღაცა არ მოგწონს, ვიღაცის გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, ან პოლიტიკურად რაღაც სხვა შეხედულებები გქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოხვიდე და ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან ფიზიკური შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. კატეგორიულად მიუღებელია ეს და შესაბამისად ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც მუშაობს აღნიშნულ მიმართულებით და გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა შედეგი აუცილებლად გვექნება და აუცილებლად მოგვარებული იქნება ის პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს და რა ვიცი ახლა ვინც საღად აზროვნებს და ნორმალური ადამიანი არავის არ მოწონს ამ ტიპის ქმედებები, ეს ბილწითხვაობა, შეურაცხყოფები და ასე შემდეგ. ბატონ კახი ტრამპის წერილთან დაკავშირებით ვიკითხავ, როგორც ვიცით, მიიღო მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა აღნიშნული წერილი, როგორ შეაფასებთ მას, იქ აღნიშნული იყო, რომ მზადყოფნა გამოითქვა, ესე ვთქვათ, იგივე ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებითაც თუ შეგვიძლია რომ რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებთ აღნიშნულ წერილს. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალეები, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მე მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომელიც იქნა დაწესებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე და არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სანქციების დაწესებას. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული. დღევანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ვფიქრობ შესწევს იმის ძალა, რომ აი ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ ძალიან მარტივად შეცვალა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, როდესაც საუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესი და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართული ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული.